გორში პოლონეთის დროშისა და უცხოეთში მცხოვრები პოლონური დიასპორის დღე აღნიშნეს. პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები და პოლონური ფესვების მქონე მოქალაქეები დღეს ტრადიციულად წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე მარშალ პილსუდსკის სკვერთან შეიკრიბნენ. ყვავილებით შეამკეს მემორიალური დაფა და ერთობლივად შეასრულეს პოლონეთის ჰიმნი. გორელი პოლონელები ამბობენ, რომ მსგავსი დღესასწაულები მათ ერთმანეთთან და პოლონურ ფესვებთან კიდევ უფრო აახლოვებს. დღეს აღნიშნავთ პოლონეთის დროშის და უცხოეთში მცხოვრები პოლონური დიასპორის დღეს. ძალიან მიხარია, რომ უკვე მე-13 წელია საქართველოში ვარ და მიხარია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად აღნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულებს გორელ პოლონელებთან ერთად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი პოლონური წარმომავლობის მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში. ასევე აღსანიშნავია, რომ ხვალ აღნიშნავთ კონსტიტუციის დღეს, რადგან სწორედ პოლონეთში იყო პირველი კონსტიტუცია ევროპის მასშტაბით. მე გორში ვცხოვრობ უკვე 13 წელია. გახლავართ პოლონელი წარმომავლობის ლიტვიდან. ჩემი ოჯახი ცხოვრობ გორში. ძალიან მიხარია, რომ დღეს პოლონეთის ჰიმნი ვიმღეროთ, აღნიშნეთ პოლონეთის დიასპორისა და პოლონური დროშის დღე გორში. მე თვითონაც პოლონეთიდან ვარ წარმოშობით და აი ჩემ ოჯახთან ერთად, ჩემ და-ძმებთან ერთად აქ ვიმყოფები ახლა. და ხო, ძალიან მიხარია, რომ ეს დღე გორშიც აღინიშნება.